ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში. მოგესალმებით, ვაგრძელებთ საუბარს კათოლიკური მისიების საქართველოში მოღვაწეობის შესახებ. საინტერესოა როგორი იყო ქართული ეკლესიის დამოკიდებულება კათოლიკურ ეკლესიასთან. როგორ უყურებდა ქართული ეკლესია კათოლიკების აქტიურობას, მათ ქადაგებებს, მათ მოღვაწეობას და იმას, რომ ბევრი მოიქცეოდა ივერიაში ეგრეთ წოდებულ ფრანგულ ჯულზე. წყაროები ამბობენ, რომ ქართული ეკლესია მჭიდროდ თანამშრომლობდა ერთმარწმუნე ევროპელებთან. არსებობდა წინააღმდეგობა, მაგრამ ამას დიდი ყურადღება არ ექცეოდა. ივერიელის ბუნებაც მრავალფეროვანი და წინააღმდეგობრივი იყო, როგორც დედა ბუნება. და შესაბამისად ასეთ წინააღმდეგობას თვითონ ქართულ ეკლესიაშიც ჰქონდა ადგილი ოდითგანვე. როგორც იესოა გაყოფილი ორად ადამიანურ და ღვთაებრივ ბუნებად, ასე იყო ქართული ეკლესიაც ყოველთვის გაყოფილი ორად. ერთნი ტრადიციულად სარწმუნოების ცენტრში სვამდნენ პიროვნებას, სიმართლეს, მეორენი კი ეკლესიას, კანონს. პირველებისთვის დამახასიათებელი იყო და არის განათლება და უწოდოთ მათ პირობითად განმანათლებლები. მეორენი კი ისწრაფოდნენ ძალაუფლებისკენ, მათ დავარქვათ მორალისტები. საერთოდ ყველა ტერმინი პირობითი ამ ქვეყნად. პირველთათვის თვითონ ადამიანი იყო ეკლესია. მაგალითად ქართულ ზღაპრებში არის ერთი პერსონაჟი მღვდელი, რომელსაც ეკლესია აქვს ზურგზე მოკიდებული. დადის და დაახს ყველგან ეს ეკლესია. მონდება დადგამს, ილოცებს, მოიკიდებს ზურგზე და გააგრძელებს გზას. ესახე ძველი გნოსტიკური აპოკრიფული ტექსტებიდანაა. პირველ ქრისტიანებს, გნოსტიკოსებს არ ჰქონდათ ეკლესია. ყველას თავის სიმბოლური ეკლესია ჰქონდა ზურგზე მოკიდებული. და არ ჰქონდათ პირველი ცოდვისა და ასევე სამების გაგება, რადგან ისინი ეყრდნობოდნენ ცოდნას. ცოდნა კი არ იზრდება თუ მისი საწყისი მდგომარეობა სრულყოფილებაა. ედემის ბაღში აკრძალული ხილის მიღება მათთვის ცოდვა კი არ ადამიანად გახდომის შანსი იყო. მათთვის გველი სამოთხეში არც მეტი, არც ნაკლები თვითონ იესოა, რომელმაც აზროვნება გააღვიძა ადამიანში და დაულოცა გზა საკუთარი ხელით შექმნილი სამოთხისაკენ. ანუ ადამიანი უდაბნოდან დაადგა სამოთხის გზას, არაფრიდან დაიწყო სრულყოფა და წავიდა, რათა საკუთარი სამოთხე ეპოვა, საკუთარი ხელით გაეშენებინა საკუთარი ედემის ბაღი. მეორეთათვის კი მთავარი იყო ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, როგორც ადამიანთან წინამძღოლი, მწყემსი. მათთვის სამოთხე ღვთის საკუთრება, ანუ მხოლოდ ღმერთ შეუძლია ედემის ბაღის გაშენება, ადამიანს არა. და იქ რომ შეგიშვან, მკაცრი პირობები უნდა შეასრულო. ამ პირობებს აყენებს ღმერთი, ხოლო შესრულების ხარისხს აკონტროლებს ეკლესია. ერთი სიტყვით, ღმერთმა შექმნა სრულყოფილი ადამი, რომელმაც მერე შეცოდა, დაეცა, გამოიდევნა ედემის ბაღიდან და მას მერე ცდილობს დაბრუნდეს იქ. წყემსი გასავლის როგორ გააკეთო ეს. ზუსტად ამ მექანიზმის ჩამქთველია პირველი ცოდვა, ხოლო ღილაკს ხელს აჭერს იმპერია, რომ საერივით ჭირდებოდა ეკლესია, როგორც მაკონტროლებელი, ხალხის შემკრები და სწორი გზით წამყვანი მწყემსი. რა თქმა უნდა, ეკლესია ინსტრუმენტი უნდა ყოფილიყო იმპერიის ხელში. გნოსტიკოსებს პირველ ქრისტიანებს არ ედგათ ეკლესია, არავის უსმენდნენ და არც არავინ აინტერესებდათ, მაგრამ გავლენა ჰქონდათ ხალხში. ინდოელი გურუები ვიცხოვრობდნენ, დღესაც არიან აქ შემორჩენილი ასეთი, გაბრიელის მსგავსი მოგვები, რომელთაც ყოველთვის ეკლესიისგან, როგორც ინსტიტუტისგან შორს უჭირავთ თავი. იმპერიისთვის ისინი გამოუსადეგარი იყვნენ, ამიტომ ჩატარდა კრებები და შეიზღუდა პიროვნული თავისუფლება და გაიზარდა ეკლესიის როლი. მაგრამ ამ საქმეს უმტკივნეულოდ არ ჩაუვლიო, გნოსტიკოსების ჭკუაზე მოსაყვანად ძალის გამოყენება გახდა საჭირო, სადაც ეკლესიას გნოსტიკურ მსოფლმხედველობასთან ერთად პიროვნებად შემოახვდა ხელში ქრისტიანობის ეს უმნიშვნელოვანესი ღირებულება. ამაგი როგორც ვთქვით, შეამცირა რწმენა, რადგან ეჭქვეს დადგა ღვთის სამართლიანობა და ზოგადად ლეგიტიმურობა. შედეგად საბოლოოდ მართლმადიდებლობაში შეწყალებული იქნა ეს წინააღმდეგობა და ეკლესია გაიყო ორად, როგორც ვთქვით, ზუსტად ისე, როგორც იესოს ბუნება გაყოფილი ურთიერთსაპირისპირო ნაწილებად, ადამიანურ და ღვთაებრივ ჰიპოსტასებად. განმანათლებლებს ჰქონდათ ზოგადადამიანური მორალი და მათი სარწმუნოება უფრო კულტურა იყო. ხოლო მორალისტები ორთოდოქსულ ქრისტიანობას ქადაგებდნენ და ახლოს იდგნენ რელიგიასთან. ამის შემდეგ ეს ჯგუფები იბრძოდნენ ეკლესიაში გადაწყვეტის სიტყვის, ძალაუფლების მოპოვებისთვის.
რადიკალები ბიზანტიაში მართავდნენ, როდესაც იმპერია იყო ძლიერი, ხოლო იმპერიის დასუსტებასთან ერთად გაიზარდა პიროვნების როლი და კონსტანტინოპოლის ეკლესიაში ძალები გაწონასწორდა. ივერიაში მორალისტები ეკლესიას შემორჩნენ რუის ურბნისის კრებამდე. ისინი მოქმედებდნენ მხოლოდ კონსტანტინოპოლის მითითებით და სარგებლობდნენ ხელშეუხებლობით. რუის ურბნისის კრებამ ქართული ეკლესიას, რომ თქვათ, ეროვნული სახელმწიფოს სამსახურში ჩააყენა და აქედან მოყოლებული ვიდრე მე-18 საუკუნის მეორე ნახევრამდე ქართულ ეკლესიას განმანათლებლები მართავდნენ. ქართული ეკლესია რადიკალური გახადა ვახტანგ მე-6-ის კატასტროფამ და დიდმა თურქობამ. რაც შემდეგ რუსული მესიანისტური მართლმადიდებლობის მიერ იქნა მხარდაჭერილი და გაძლიერებული. მარცხი დაბრალდა ევროპელთა სრულ დაპირებებს და ვახტანგის მიერ აღებულ გეზს ვატიკანისკენ. მორალისტები ქადაგებდნენ, რომ ღმერთმა ზუსტად ამ ცრუ მისწრაფებისთვის დასაჯა ივერია დიდი თურქობით. საერთოდ იმედგაცრუება ქართულმა ეკლესიამ ივერიის დაშლისთანავე იგრძნო, რომთან მისი დაახლოებაც ქრისტიანობის დაკარგვის შიშით ყველგან ნახევი. მე-18 საუკუნემდე მუსულმანებთან ბრძოლაში სამეფო და ეკლესია ერთ საქმეს აკეთებდნენ, ერთ ჭაპას ეწეოდნენ, რადგან დამოუკიდებლობის დაკარგვა ქრისტიანობის დაკარგვასაც ნიშნავდა. ვახტანგ მე-6-ემ აღორძინა ოცნება ერთიან ძლიერ საქართველოზე და მიიმხრო მთელი ერი. ქვეყანაში პირველად ბოლო 70 წლის განმავლობაში გაჩნდა ეროვნული იდეა, მიზანი. მან ჩაატარა საეკლესიო კრება და პატრიარქად დანიშნა რუსეთიდან ჩამოსული საკუთარი ძმა დომენტი, როგორც ამბობენ, მეტად განათლებული პიროვნება. ვახტანგ მე-6 ევროპას და რუსეთს არ აპირისპირებდა ერთმანეთს. დომენტიმ კი რომ დაინახა საით მიდიოდა ვახტანგი მეფობა მოუნდა. დიდი არეულობა იყო სამეფოში ვახტანგის სპარსეთში ყოფნისას, მაგრამ ერი მაინც განათლებულ ჯინიშინს უჭერდა მხარს. ამ დროისთვის რუსეთი უკვე გასული იყო კასპიის ზღვაზე და კავკასიისკენაც ნელ-ნელა მოიწევდა, ამიტომ გაათავისუფლა ირანმა ვახტანგი, რადგან ერთშია საქართველო კათოლიკური ყოფილიყო ვიდრე მართლმადიდებელი. ვიცით, რომ მე-18 საუკუნეში ირანი აქტიურად უჭერდა მხარს ქართველების ევროპულ მისწრაფებებს. ერთი სიტყვით ვახტანგის მარცხისა და დიდი თურქობის შემდეგ, რომელიც დავით გურამიშვილის აღწერით არაფერ ჩამოუვარდებოდა აპოკალიფს, ქართული ეკლესიისთვის ივერია ვახტანგ მე-6-ის სიკვდილით მოკვდა. დამცირებული, ნათრევი, მოტყუებული და იმედ დაკარგული. ერთიანი ძლიერი ივერია და ჭეშმარიტების საკუთარი კოშკი მისთვის უტოპიად გადაიქცა. მან ჩათვალა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ქართველი ხალხი ვეღარ ეღირსებოდა ვერც დამოუკიდებლობას, ვერც ერთიანობას. ეს ძალის, ფულის და დროის ფუჭი ხარჯვა იყო. რაც ყოველთვის გარდუვალად ისეთივე კატასტროფით დასრულდებოდა, როგორც ვახტანგ მე-6-ემ დაასრულა. მან თქვა, რომ მართლმადიდებლობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ერის დამოუკიდებელი არსებობა, ვიდრე ქართველი ხალხის ეთნო-კულტურული და პოლიტიკური ინტერესები და რომ მხოლოდ მართლმადიდებლობის გადარჩენა ნიშნავს ქართველის გადარჩენას, რის შემდეგაც ის დამოუკიდებელი საქართველოს მოწინააღმდეგეთა რიგებში აღმოჩნდა. თანდათან ნელ-ნელა რუსეთის იმპერიის წყალობით ქართულ ეკლესიაში მორალისტები გამრავლდნენ და განმანათლებლებთან მათი ბუნებრივი წინააღმდეგობა ტრობაში გადაიზარდა. მინდა გაჩვენოთ ქართულ ეკლესიაში არსებული ამ დაპირისპირების ხასიათი, რაც გენიალურადაა აღწერილი იოანე ბატონიშვილის კალმასობაში, პარალელი გაავლეთ დღევანდელ ქართულ ეკლესიასთან. ნაწარმოების მთავარი გმირია იონა ხელაშვილი, რომელიც მთელ საქართველოში მოგზაურობს და აგროვებს სარჩოს მონასტრისთვის. თან ახლავს სომეხად ყოფილი ზურაბ ღამბარაშვილი, ხიარული ელაკვი მათიკაცი. იონა ეკლესიის წიგნიერი ნაწილის სახე, რაშიც ქართული მართლმადიდებლობის რუსთველური ორსახუნება იგულისხმება, რაც პერსონაჟის ბუნებაზე ისახება. იონა არის კაცი, რომელსაც თვალშიც აქვს ჭკუა და თავშიც. მას ერთგან რომაული პატრიოვნება, მამა ევროპიელი ყოლია და დედა აზიელიო. მამა გონება, ისტორიული წინამძღვარია, მეცნიერება, დედა კი სხეულის სითბო, მგრძნობელობა, ემოცია, პოეზია. როდესაც ის ამბობს, განგვარინეს ხელთაგან დევთა და ვირკენტავროს დასა. დევების სამყოფელი აღმოსავლეთია, ვირკენტავროების დასავლეთი. ის ზოგადად აღმოსავლეთსა და დასავლეთ პოეზიას და ინტელექტს, მენასა და ცოდნას შორის არჩევანს უარყოფს. მას არც ერთი არ სურს ბატონად. ანუ არ უნდა იყოს არც ერთის მორჩილი, არც ერთზე დამოკიდებული არ არის ბოლომდე, მას ორთავი ჭირდება, ისიც და ისიც. მისთვის მრავალფეროვნება, ენობრივი პოლიგამია გადამწყვეტი მნიშვნელობისა და ამხრივის დასაკვირველია დასავლური განმანათლებლური ტიპის მაზურნეცაა და ტრადიციული რუსთველიანური პოეტური სიბზის მიმდევარიც. აზიელდზედ არს თქმული, რომ თვალში აქვთ ჭკუა და არა თავში, ამბობს იონა. დასავლეთ საქართველოში ის გადაეყრება უსინათლო ბრძენკაც მეთოდის. სიბრმავე სიბრძნის მეტაფორა არასაკვირველია დასავლური ჰომეროსული სიბრძნისა, რომელიც ეუნება იპოდიაკვანს,
მე თუმცა შენი მესმის გარნავს წუხვა რომ ვეღარ გჭრე თვალითაო ბერი ამშვიდებს გონებითი ჭრეტა უმეტესია ვიდრე თვალითაო რაზეც მეთოდი იმერულად სუბუქად პასუხობს ეგ ჭეშმარიტია მაგრამ გონებაც რომ კონდეს და სახე დავიცა ეს უმჯობეს იქნებისო ერთი სიტყვით იონა განათლებული პიროვნებაა აშკარად ეთყობა კათოლიკების ხელი ყველაფერს გონების ძალას უმორჩილებს ყველასაგზე თავისუფლად საუბრობს და ცოდნისადმი ეს ცხოველური ინტერესის სარწმუნოების საფუძვლად ესახება ყაფლანიშვილმა საკუთარ ოჯახს ასწაროდ გინა იონა ბერი ეს ედია მეცნიერია და რასაც კითხავთ ყოველსავე შეგამეცნებსთო იონასათვის არაფერი აუხსნელი მრწამს ისე გარდაქმნის ხოლმე თეორიად ერთხელ რომაულ პატრსაც კი გააცინებს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მეცნიერულად ხსნის თვითონ სულის არსებასაც კი იპოდიაკვანის სულის მდებარეობას ასე განმარტავს ტვინსა მას შინა ars ადგილი სადაც აყოლი უკვე ნერვნი შეერთდებიან და ესე ars ადგილი იგი სადაც სახელმწიფოებს უკვე სულიო იოანე ბატონიშვილი ამის გამო მას თითქოს დაცინის კიდეც მაგრამ თავარი აქ ისაა რომ თვითონ საზოგადოება დაინტერესებული რწმენის მეცნიერული საფუძვლებით ადამიანის გულების მოსანადირებლად მარტო საღვთო წერილში დაღალვა არ კმარა ნაწარმოებში არის ერთი საინტერესო ფრაგმენტი ერთხელ იონას მეფე გამოცდას მოუწყობს მითოლოგიაში მეფეთან იახლებს მღვდელს ქრისტესია კეჟერაშვილს რომელსაც რწმენის ძიებაში მოვლილი აქვს ბაბილონი ეგვიპტე როდოსი იერუსალიმი ეფესო და სხვა შორეული კუთხე-კუნჭულები მეფე შევა კარავში მოსაუბრენ იგი დასდებიან გარეთ კართან და ქრისტესია იონის 7 საოცრების შესახებ კითხავს აღმირიცხეთ მე თვითეულად სახელდობ 7 ღირსნი სახსოვანი ძველისა საუკუნოისა სოფლისანიო მთელი გამოცდა ანტიკური ამბებით შემოიქარგლა მღვდლისა და იპოდიაკვნის საუბარი ისე დასრულდა ერთხელაც არ ყოფილა ნახსენები იესო და მოციქულები მეფე კმაყოფილი დარჩა ვოლტერს იესოს მტერს კი ეძახდა მაგრამ ამ ვირკენტავრულ ამბებს არ უყურებდა როგორც სულის წამწყვეტელს წარმართობას ქართულ საზოგადოებაში იყო ტროადის ამბებით დაინტერესება საეკლესიო პირიკი თავს ვალდებულად თვლიდა ცოდნოდა ძველი ღმერთების შესახებ ერთი სიტყვით განათლებას და მეცნიერებას საზოგადოებაშიც და ეკლესიაშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მაგრამ ამავე დროს ეკლესიაში უკვე გაძლიერებული იყო ის ძალაც რომელიც ევროპულ განათლებას ბოროტებად თვლიდა კალმასობაში აღწერილია იონას ჩხუბი ჰარონთან ეკლესიის ამ რადიკალური ჯგუფის წარმომადგენელთან მღვდელია ეს ჰარონი ჩხუბი დიდი არაფერი მაშინ მარტო წვერის დაბუტვა იცოდნენ მაგრამ ხასიათებია კარგად განმოცემული ჰარონის შესაძლოა ქარონი სიმბოლიზებაცაა რომელსაც სტიქსზე გადაჰყავს მიცვალებულთა ჩრდილები ეს შედარება არ იქნება საღაზს მოკლებული თუ გავითვალისწინებთ იმას რომ იოანე ბატონიშვილის სიტყვით საქართველოში მღვდლები მხოლოდ მკვდრებისათვის წესის ასაგებად ჭირდებოდათ მაგალითად დასავლეთ საქართველოში იონამ ნახა ხალხი არასდროს რომ ნაზიარები არ იყო რადგან ზიარება კი არ კვდებიო უკვირდათ მარტო სიკვდილის წინ აზიარებდნენ კაცს ანუ იმ ქვეყნიურ ცხოვრებაში გადაჰყავდათ მღვდლებს ადამიანთა სულები მეტი ფუნქცია არ გააჩნდათ ჰარონის სავარაუდოდ უბრალოდ აარონის ბერძნული ფორმაა ქარონსატომ დაირქვევდა მღვდელი მაგრამ პარალელის გავლება რომ არ სდომოდა ჩემი აზრით სხვა სახელს მოუძებნიდა მას ავტორი მოკლედ ასია თუ ისე ერთხელ იონას გზაში წვიმა მოუსწრებს და თავშესაფრის ძიებისას ჰარონის სახლში მოხვდება ვახშამზე მღვდელი რადგან მარხვა მხოლოდ თევზს და ხიზილალას მოიღებს დააკვირდით ჩვენივრად ცხოვრობს სიწმინდის დამცველი ეს მღვდელი ხიზილალა ძვირფასი საკვებია ასტრახანიდანაა გამოგზავნილი ერთი შეხედვით მკაცრი საეკლესიო ცხოვრების მიმდევარია საკვებიც კანონიკური აქვს მარხვას არ არღვევს მაგრამ პირის გემოს მაინც ანებიურებს არაჩლონგებს კაცმა რომ თქვა სატომ შეჭამ ხორცს ხიზილალა თუ გაქვს ყოველდღე არც იოანე გაურბის პირის გემოს იმდენი შეიძლება არ აქვს გემოვნებაც რომ წაახალისოს და კანონიც არ დაარღვიოს ჰარონივით მაგრამ ფულიც რომ კონდეს ამას არ იზამს ასეთ თვალთმაქცობა მისთვის საძულველია ამიტომ არც მალავს თავის გემოთ მოყარეობას სამხური მოცელღორობის წინააღმდეგია მაგრამ გემრიელ ვახშამზე შემწვარ გოჯზე და მოხარშულ უარიაზე უარს არასდროს ამბობს მათ შორის მარხვაშიც თუმცა ვახშმისთვის სულს არ წარიწყმაც და სიმართლეს არ დამალავს რის გამოც ბევრჯერ დარჩენილა მშიერი და გალახული ერთხელ ტახტის მემკვიდრეს მიახალა მაიმუნი ხარო მოკლედ მიირთვეს მლაშე თევზი ღვინოსვეს მერე სერობის ლოცვა თქვეს და დაიძინეს აქ საგულისხმო ისაა რომ იონას და ჰარონს არ უსაუბრიათ ამ ნაწარმოებში ძირითადად ის ხდება რომ იონას სტუმრობს შეძლებულ ხალხს პურის შესაგროვებლად ისინი სუფრას უშლიან ხოლმე და ამ სუფრაზე იპოდიაკვანი თავის შეხედულებებს აცნობს მასპინძლებს ეგაა მისი მწუხრის ლოცვა
მაგრამ აქ ასე არ ხდება. აშკარაა რომ ლაპარაკის მოყვარული იონას არაფერი აქვს მას პინძლისთვის სათქმელი და არც ჰარონი დაინტერესებულა მისი მეცნიერებით. არც თავად შეუწუხებია თავი ქადაგებით. მოკლედ მიირთმე ვენ მლაშე თევს იძინებენ და ამის შემდგომ ხდება ის სასაცილო ამბავი, რაც ჩხუბს გამოიწვევს. ღამით ჩაქრება სანთლები, შუაღამის იონას წყურვილი გამოაღვიძებს. ვეღარ მოითმენს, წამოდგება და ხელის ცეცებით დაუწყებს წყალს ძებნას. ამ დროს ხალიჩას წამოგრავს ფეხს და პირდაპირ ჰარონის ქვეშაგებში მის გვერდით მწყოლარე ცოლსა ზედან წააწვება. ქალი იკივლებს ჰარონის სანთელს აანთებს და ხედავს იონას ზემოდან აწევს მის ცოლს. დაიწყებს იონა თავის მართლებას, წყალს ვეძებდიო, მაგრამ როგორ დასაჯერებელია, იფოდიაკვანიც არაა წმინდანი, ვისაც წაკითხული აქვს ეს ნაწარმოები, ემახსოვრება რა დაემართა მას ერთხელ ოთარიკოს ცოლმა რო ფეხების ბანვა დაუწყო. მაგრამ ქმრის გვერდით ბწოლარე ქალისთვის თავზე დახტომა ნამდვილად გამოგონილი ამბავია. მოკლედ ატყდება ჩხუბი, გამოაგდებენ კინწისყრით გარში იონას გახმაურდება ეს ამბავი, საქმეში იონას ამხდელი დავით რექტორი ჩაერევა. ეს დავით რექტორი ისტორიული პიროვნებაა, ქართული კულტურის მცველი, ერეკლეს დროსის განათლების საქმეებს უძღვებოდა, პატივსაცემი პირია, მაგრამ მღვდლები და ნათესავები მასზე ამბობდნენ ბოროტ სასავლისო. ანუ ისიც მეცნიერობდა. მე-18 საუკუნის ბოლოსთვის ქართველებმა უკვე მოახერხეს მეცნიერების ბოროტებად გამოცხადება. საქმის გარჩევისას ჰარონი დავით რექტორს მიაძახებს, შენი გაზრდილია კახმობისა და ბოზობის მეც რასას სწავლიდი ან რას ისწავლიდა. მასწავლებელთა ბოროტა სწავლანიცა ბოროტ არიანო. ანუ პროპაგანდა ევროპული გვე ფრანგულ სწავლებას ბოზობასთან გახსნილებასთან აიგივებდა. ეს პროპაგანდა დღესაც აქაა. დავით რექტორი მიუგებს ჰარონს, შეგასაკრეჭო, რომელ ნაყოფთაგან ბოროტა შობილნიცა ბოროტ არიანო, მიაფრინდნენ ერთმანეთს და დაუწყეს წვერისა და თმის გლეჯა. ამის შემდეგ იონა ისე ხვდება ჰარონს, ვახშმის დროს ჰარონი ეკლესიაში შეუშვებს იფოდიაკვანს სალოცავად და იქ პურის მოპარვას დააბრალებს. იონა იმას კი არ გაუკვირვებია პურის მოპარვას რომ აბრალებდნენ, იმან გააბრაზა პურის მოპარვამ რომ ასე გააცხარა მღვდელი. არ უარყვია ქურდობა და თავის გასამართლებლად იმ ამბავს გაიხსენებს, დავითს რომ მოშივდება და ეკლესიიდან შესაწირავ პურს გამოიტანს. მაშინ მღვდელი გამწარდება, ხელაშვილი დავითის ამხანაგად ვინ დაგწერაო, ესეც უწიგნური მღვდლების ცნობილი ფანდია დღესაც. იონა ეტყვის უმეცარი გვამიხარო და ასე შემდეგ, მუდმივი გაწევ გამოწევა და ლანძღვაგინება აგლეჯენ ერთმანეთს წერს და არის გამიში გამატარე. ერთი სიტყვით, თუ მორალისტები ამორალობაში სდებდნენ ბრალს ეკლესიაში მოღვაწე განმანათლებლებს, ეს უკანასკნელი უვიცობაში ადანაშაულებდნენ მათ. ცნობილი სურათია. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის იდგნენ ისეთი მღვდლებიც, რომელთათვისაც ყველაფერი სულ ერთი იყო. ერთ მხარესაც დასცინოდა და მეორესაც. მათთვის იესო და მუჰამედი ერთი იყო. ყოველთვის იმათ მხარეს იჭერდნენ, ვისაც მართვისადავები ეჭირა. უწიგნურები იყვნენ, მაგრამ მართლმადიდებლობას მათთვისაც აქვს თავშესაფარი. უწიგნურებს მორალისტების მხარეზე დგომა არ უჭირდათ. რა უნდა ადამიანის განსჯას, ამორალობაში დადანაშაულებას და ლანძღვას. და არც განათლებულთა გვერდით დგომა ეძნელებოდათ, რადგან კულტურული მღვდელი არ აჩვენებს თავის განათლებას, ხშირად უვიცადად მოგაჩვენებს ხოლმე თავს დისკომფორტი რო არ შეგიქმნას. ჭეშმარიტად მართლმადიდებლობა ხორბლით სავსე ბეღელია, რომელიც ვირთხებს აწკვებავს. ესაა ხალხი, რომელთაც ეკლესია დასაქმების წყარო დაგვთ გადაქცეული, წმენა კი მასხარაობამდე დაყავთ. იოანე ბატონიშვილი ყვება კარდენახელი ქურდების ბებურიშვილებისა და მათი მოძღვრის ამბავს. მათთან სტუმრობისას იონა გაკვირვებული დარჩა. ბებურიშვილები და მათი მოძღვარი ყოველ დღეს სამ ცხვარს ატყავებდნენ და ასე უმასპინძლებოდნენ იფოდიაკვანს. იონა დაფიქრდა და ერთხელ კითხა ბებურიშვილებს, არა არა ყავთ საქონელი არ დაგიდით და სამი ცხვარი ყოველ დღე საიდან მოკავთ. აღმოჩნდა იონა ყოველ დღე ნაკურდალს შეექცეოდა. როდესაც ბერი ქადაგებას მიეცემა, ბებურიშვილები პირის დააღებენ გაოცებისგან, ეკითხებიან თავიანთ მოძღვარს, ქურდობა თუ ცოდვა იყო, რატომ აქამდე არ გითხარიო, რაზეც მოძღვარი პასუხობს, რასაც მას სწავლიდით, მეც იმასვე გასწავლიდითო. ეს იესოს სიტყვის პაროდირებაა, რომელიც ამბობს, მე მოგეცით, რაც თქვენგან მივიღე, საქმე იმაშია, რომ ეკლესიას როგორც ინსტიტუტს ძალაუფლება უყარს ბუნებით. განათლებული მრევლი კი ბარიერი ამ ცოდნებისთვის. უმეცარი მრევლი მიზეზია მოძღვრის ურწმუნობისა, მისი მოდუნებისა, გულგრილობისა, გემოთმოყარეობისა და ასე შემდეგ. განათლებული მორწმუნე მოძღვრის მასწავლებელია, რომელიც აიძულებს მას მუდმივად იზრდებოდეს წიგნიერად და სულიერად. განსწავლული მოძღვრის თუნება ძნელია. გაუნათლებელ მოძღვარს კი აწყობს გაუნათლებელი მრევლი, რასაც უნდა იმას მიასაღებს შეშმარიტებად, ასე ერთმანეთს ყველაფერი გადაჯაჭვული. დღეს ამით დავამთავროთ, მომავალ შეხვედრამდე. ყოველ პარასკევს 17 საათზე
თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში.